მეგობრებო, გამარჯობათ. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მოკლედ, ჩვენ ტრადიციას არ ვარღვევთ და როგორც ყოველთვის, ვცდილობთ კიდევ უფრო და უფრო საინტერესო ღონისძიებები შემოგთავაზოთ. დღეს ძალიან საინტერესო სპიკერი გვყავს ჩვენ, ბატონი საშა. ბატონი საშა მე მახსოვს იმ პერიოდიდან ISF-ში, როდესაც ვსწავლობდი, მეოთხე კურსზე ვიყავი. თუ დამთავრებული მქონდა, აღარ მახსოვს ზუსტად. ბატონი საშა მაშინ მოღვაწეობდა კომპანია სარკეში. ეს არის დაახლოებით 19-20 წლის წინანდელი ამბავი, თუ არ ვხსდები. მაშინ მოკლედ ISM-ში, ვისაც მარკეტინგში უნდა წასვლა, სარკე იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ტრამპლინი იმისთვის, რომ წასულიყვნენ მარკეტინგში და სარეკლამო კუთხით, იყო ასევე ფინანსები, თქო, აუდიტში მიდიოდნენ ან ბანკში. ხოდა მე მახსოვს პირველად, როდესაც მივედი სარკეს ოფისში, რაღაც საქმესთან დაკავშირებით. მე მახსოვს წარწერა. მაშინ სარკე, მოკლედ, ეს არის 20 წლის წინანდელი ამბავი. სარკე იყო ინოვატორი, სარკე იყო პიონერი, სარკე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სარეკლამო კომპანია, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდ მასშტაბებზე, რეგიონალურსაც არ ვიტყვი, ბევრად უფრო დიდ მასშტაბებზე იყო გასული და მე მახსოვს მაშინ იყო ეს ერთი პატარა ფურცელი A4-ზე, იყო დაბეჭდილი თუ რა იყო საჭირო იმისთვის სარეკლამო ვიდეო რგოლი რომ გადაღებულიყო, რო ჭირდებოდა რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ჭირდებოდა მოკლედ მთელი სია იყო იმ ადამიანებს, დიდი სია იყო, რა იყო საჭირო იმისთვის რომ ხარისხიანი ვიდეო რგოლი გადაღებულიყო და მაშინ ვიყავი, არ ვიცი, აღარ მახსოვს 19 წლის ვიყავი, 20 წლის, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან მარტივი ინსტრუქცია, როგორ გაყიდო პროდუქტი. ვიდაცა როდესაც გეუბნება, რატო უნდა გადაიხადო თანხა ამდენი კარგი ხარისხიან რეკლამაში, ეს იყო პატარა ინსტრუქცია. მან მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მე მივხვდი, რომ ამის წაკითხვით შეგიძლია მარტივად ბევრი საინტერესო პროდუქტის გაყიდვა. მოკლედ, ბატონი საშა ესეთი კომპანიის დამფუძნებელი იყო და მე ძალიან მიხარია, რომ გავიდა 20 წელი დაახლოებით და დღეს არის სპიკერი ჩვენს ღონისძიებაზე. მოკლედ, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა აქ. იქნება საინტერესო ვორქშოპი და მეგობრებო, მაქსიმალურად ბევრი კითხვა დასვით. მადლობა წარდგენისთვის. პირველ რიგში მე გეპატიჟები დიალოგში. დიალოგი ნიშნავს, რომ რაღაცა რო წამოვა, ან გაზიარება მომინდა, ან კომენტარი მაქვს, ან კითხვა მაქვს. აწიეთ ხელი, ჩვენ გვაქვს სამი მიკროფონი, რომ ჯერჯერობით წუვის. მაგრამ იმედია ავამუშავებთ ამ მიკროფონებს. პირველ რიგში ეგ, გეპატიჟებით, რომ რასაც მოისმენთ, თუ რამე რეფლექსია გექნებათ, გეპატიჟებით, რომ გამომჟღავდეთ, მე ეგრევე ვეძახი, გამომჟღავდე, გამოვჩთე. პირველი ეგ, მეორე, დიდი თხოვნა მექნება, რომ ტელეფონებს გაუთიშოთ ხმა, ვიბრაცია, ყველაფერი ის შეიძლება შეგვიშალოს ამ მოგზაურობაში. ფოტოების გადაღებაზე პრობლემა არ არის, მაგრამ რაც შეეხება ხმას და ვიბრაციას და დანარჩენ უცნაურ ხმებს, ეს ხმები რომ ჩავთიშოთ. და მესამე, თუ დროში ჩავედიეთ, ჩაფიქრებული არის პრაქტიკა ერთი, სადაც იმიტომაც არის ორი კრესლო, მარტო მე არ ვჯდები ორ კრესლოზე როგორც ხვდებით. ერთ-ერთ კრესლოში დავპატიჟებ ერთ-ერთ თქვენთაგანს, რომ კონდეს საუბარი. მაგრამ სანამ დაგპატიჟებ და ეს მოხდება ბოლოში, მანამდე ეს პრეზენტაცია უნდა გავიაროთ, თუ გასაგები იყოს რა საუბარში გეპატიჟებით. თითქოს ყველაფერი ვთქვი. ვინ მესამე წინააღმდეგობა ხო არა აქვს? ან ტელეფონს არ გამორთავ, ან დედასთან დასარეკი მაქვს ასწრაფოდ. რამე ეგეთი ხო არა? ან არ ვეთანხმები ამ წესებს, რადიკალურად არ ვეთანხმები ამ წესებს. კეთილ და პატიოსანი.
მინდა დავიწყო, სოფო დარწმუნებულები ვარ თუ ვიდეო გავა? შაბს დავაჭირო? ეგ არის? ვიდეო არის, შემდეგი სლაიდი მაინც დავაზუსტებ. იმისათვის რომ ეს საუბარი გავხსნათ, ერთი მხიარული ვიდეო არის, რომელიც მე ძალიან მიყვარს. საერთოდ, როგორც თქვენ ხვდებით, მე კონტენტი მიყვარს. ანუ მთელი ჩემი ცხოვრება კონტენტთან ამაქვს საქმე. მადლობა წარდგენისთვის, ოდესღაც ვიყავი ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანიის დამფუძნებელი. და ბევრი ისტორია მაქვს კონტენტთან დაკავშირებით და დღეს ვაწარმოებ ორ პოდკასტს, რომელიც შეიძლება ბევრმა თქვენთაგან იცის, ან ანახი აქვს, ან თვალი მოუკრავს, ან რამე მოკლედ მაგდაგვარი. ხო. და შესაბამისად, მოდი დავიწყოთ ვიდეოთ იმისთვის, რომ გავხსნა ეს თემა, მინდა რომ უყუროთ ვიდეოს. And sometimes it feels like it's right up on me. And I can just feel it, like literally feel it in my head. It's relentless. And I don't know if it's gonna stop. I mean, that's the thing. It's just that I don't know if it's never gonna stop. Did you have a nail in your head? It's not about the nail. Are you sure? Because, I mean, I'll bet if we got that out of there. Stop trying to fix it. No, I'm not trying to fix it. I'm just pointing out that the nail is causing. You always do this. You always try to fix things when what I really need is for you to just listen. See, I don't. If that's what you need, I think what you need is to get the nail. See, you're not. Okay, fine. I will listen. Fine. It's just sometimes it's like there's this achy. I don't know what it is. And I'm not sleeping very well at all. And all my sweaters are snagged. All of them. It sounds. Ow! Oh, you would just. Don't. მე მგონია რომ ბევრმა თქვენთაგანმა ალბათ ამოიცნო თავისთავი ესე დიალოგში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის. და საერთოდ ერთ არა პოეტს აქვს ერთი ფრაზა, რომელიც აქ რატომღაც არ გამოვიტანე, მაგრამ ვიდეოს უყურე, ძალიან წარმომივიდა, რომელიც ამბობს ეგეთ რაღაცას. იმას შორის რაც ითქვა და იმას შორის რაც იყო გაგონილი, მთელი სიყვარული დაიკარგა. და ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რატო აძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ზოგადად კომუნიკაციაზე ვისაუბრო. გარდა იმისა, რომ ჩემი არქეტიპი არის ჰერმესი, ანუ ჩემი მთავარი და წამყვანი არქეტიპი არის ჰერმესი. ჰერმესი არის კომუნიკაციების მეფე. ხო, გახსოვთ ალბათ მითოლოგია და შესაბამისად ჰერმესი არის ზუსტად ის, რომელიც ყველა სამყაროში შედის და ყველანაირ სხვა ღმერთებს ბერძნული მითოლოგიით ელაპარაკება. ამიტომ მე დიდად არ გამჩენია კითხვის ნიშანი, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში. და ცხოვრებამ თვითონ დინები წამიყვანა ისე, კარგად ისმის ჩემი ხმა ბოლოში, მაინც დავაზუსტებ. იმიტომ რომ ვიდეო მეყრუთ მომესმინა, ზოგადად ცოტა ყრუა. შესაბამისად 30 წელია მე ვაკეთებ კომუნიკაციას. 30 წელია კომუნიკაციის სფეროში ვარ სხვადასხვა კუთხიდან. პირველი 10 წელი ჩემი კარიერის მე ძალიან ადრე დავიწყე მუშაობა და ძალიან ადრე გავხდი მენეჯერი, ეთქვა ძალიან მოვეწონა ჩემ უფროსებს. 10 წელი ვიყავი მედია მენეჯმენტში. ანუ ტელევიზია და რადიო მებარა 10 წელი. ეს იყო მას კომუნიკაციის ერა ჩემს ცხოვრებაში, ოსა დავიწყე როგორც წამყვანი, მე გავხდი პროდიუსერი, მე გავხდი მთავარი პროდიუსერი, მე გავხდი გაყიდვების მენეჯერი, მე გავხდი გაყიდვების უფროსი და ბოლოს დავამთავრე დირექტორის მოადგილედ ჰოლდინგის, რომელიც მე გადაკეთდა აუდიენციიდან გახდა იმედი და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი 10 წელი ჩემი კარიერის 19 წლიდან 18 წლიდან უბრალოდ. მეორე 10 წელი იყო მარკეტინგი და გაყიდვები. მე ძალიან გამიტაცა გაყიდვების სფერო. და საერთოდ ფიქრობ, რომ რაც ჩვენ ყველანი რაღაცას ვყიდით ცხოვრებაში. ზოგი ყიდის პროდუქტს, ზოგი მომსახურებას, ზოგი თავის თავს,
ჩვენს ვყიდით ჩვენ შვილებზე რომ ვართ კარგი მშობლები მათთვის. ვყიდით ჩვენ მეუღლეებზე რომ ვართ კარგი პარტნიორები მათთვის. ზოგი ყიდის რომ არის კარგი პოლიტიკოსი, ზოგი ყიდის რომ კარგი სულიერი პირია, მოკლედ ყველანი რაღაცას ვყიდით ამ ცხოვრებაში. შესაბამისად, გაყიდვების ცოდნა არ ნიშნავს უშუალოდ იყო გაყიდვებში და იყო გაყიდვების დეპარტამენტში. საბოლოო ჯამში ექიმიც ყიდის თავის თავს. ექიმიც პაციენტზე ყიდის თავის თავს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარედან ეგრე არ გამოიყურება. და გარედან გამოიყურება, რომ თითქოს პაციენტი მოვიდა დახმარებისთვის თუ რაღაცისთვის, მაგრამ სინამდვილეში ექიმიც ყიდის თავის თავს გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად. მესამე ნაწილი ჩემი კარიერის გადავიდა უკვე სულ სხვა ტიპის კომუნიკაციაში, იმიტომ რომ ჩემს ძალიან საინტერესო იყო რომ გამეყიდა, ამიტომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მაგაყიდული, სუხარიდან დაწყებული პრეზიდენტი დამთავრებული. არც ერთი კატეგორია არ არის პროდუქტის, რაც მე ამ ქვეყანაში არ გამიყიდია. შესაბამისად, როდესაც მე უკვე გაყიდვები მომბეზდა და მივხვდი არაფერი რო აღარ დარჩა, რაც არ გამიყიდია, მე მივადექი რაღაცნაირ კრიზისს ცხოვრებაში და მივხვდი რაღაცა წერტილში, რომ 20 წელია კომუნიკაციას ვაკეთებ, მგონია რომ კიტრი ვარ კომუნიკაციაში და რაც გინდა ჩამაბარე და ყველაფერს გაგიყიდი. ამ მომენტში დაიწყო კრიზისი ჩემს ცხოვრებაში, პირად ურთიერთობაში, ბავშვებთან ურთიერთობაში და მოკლედ ამ მთელ გაყიდვების ცოდნას და კომუნიკაციას და წვანე ბანანი რო შემიძლია ყვითელ ბანანად გავყიდო, აი ამას ყველაფერს შეეხნა პრობლემები. ამ პრობლემებმა მიმიყვანა იქამდე, რომ ძალიან ცოტა რამე ვიცი ავტენტურ კომუნიკაციაზე. ძალიან ცოტა რამ შეფუთვა ვიცი. რასაც გინდა იმას შეგიფუთა. მაგრამ მოვიდე ადამიანთან და გავეხსნა და ვიყო მასთან ღია და გამოხატო ჩემი თავი და მოусმინო ჩემ ემოციას და მის ემოციას, ეგენი არ ვიცი. ანუ ღიობა არ ვიცი, შეფუთვა ვიცი, ღიობა არ ვიცი. ეს აღმოაჩინე 20 წლის თავზე, მას შემდეგ როცა ვაკეთე კომუნიკაცია აქტიურად. მივხვდი რომ რაღაცა არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ძალიან ზვირფას ადამიანებს კარგავ ჩემს ცხოვრებაში, რომ შევს ძალიან ზვირფასია და აბა რისთვის ვაშენე ეს თელი კარიერა და ყველაფერი, მაშინ თუ მე დამეძაბა ურთიერთობა შვილებთან, მეგობრებთან, მეუღლესთან და ყველასთან დამეძაბა, იმიტომ რომ ვარ სუპერ წარმატებული, სუპერ დაკავებული და ამ დროს ხედავ რომ ყველაფერი რისთვისაც ეს ყველაფერი ვაკეთე, ინგრევა ჩვენ თვალწინ. და მან უკვე გადავედი ახალი კომუნიკაციის სფეროში, რომელსაც ქვია ავტენტური კომუნიკაცია, რომელსაც ქვია ემპათია, რომელსაც ქვია ემოციური ინტელექტი და ბევრი სხვა რამე, რაც სულ სხვა დონის კომუნიკაციას ნიშნავს. ამიტომ 30 წელია მე ვაკეთებ კომუნიკაციას. ეს თემა ძალიან მაინტერესებს და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის ბოლო 10 წელი იმ ბოლო 10 წელმა გადაატრიალა ყველაფერი, რაც ვიცოდი წინა 20 წელიწადში. გავყვები მაგას და მოვყვები. რატო არის მოსმენა მნიშვნელოვანი? ეხლა გეპატიჟებით ნელ-ნელა დიალოგში, თქვენი აზრით, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ხელი აწიოთ, რომ ჩემმა ასისტენტებმა თქვენ მიკროფონი მოგაწოდოთ, იმ სხვანაირად კამერაში ხმა ვერ შევა. და ვიდეო არ გამოგვივა ხარისხიანი. ამიტომ მე მაინტერესებს ესეთი სწრაფი, თქვენი აზრით, რატომ არის მოსმენა ასეთი მნიშვნელოვანი? რა მოსაზრებები გაქვთ? მიდი, შეხედეთ. მოსმენა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გავიგოთ მისი მოსავლის ემოციონალური მდგომარეობა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ამას ვარკვევ. კი ბატონო. ნუ მე მისი მიზნები და პრობლემები. კიდე მოსაზრებები? აგერ, მიუს. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს პირველ რიგში სწორი კომუნიკაცია. ჩემი აზრით. ოკეი. კიდე? იმისთვის რომ პარტნიორთან თუ ასე ვთქვათ დავამყაროთ სწორი ურთიერთობა და გვაინტერესებს ჩვენი ადამიანი და იმისი პრობლემები, უნდა მოусმინოთ, რა თქმა უნდა, გავიგოთ მას რა სურს.
თუ გვინდა იმ ადამიანთან ურთიერთობა, თუ იმისი სურვილები სათანადოდ არ ამოუხსენით, თუ იმისი ემოცია და ის ნიუანსი არ გავიაზრეთ, სხვაგვარად ვერ მოვახდეთ ამ კომუნიკაცია არ დამყარდება. მადლობა. კინო საქმე. გამარჯობა, ჩემი აზრით მოსმენა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირადად მე და დარწმუნებული ვარ ყველას თავს გვაგრძნობინებს მნიშვნელოვნად. და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ კომუნიკაცია შემდეგ შედგეს უფრო კარგად. მადლობა. მადლობა გაზიარებისთვის. ჩემი აზრით მოსმენა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში კარგად გავიგოთ საჭიროება და მეორე მთავარი დავგვიგოთ ჩვენი ან დამოკიდებულება, ან ჩვენი ქმედება უბრალოდ. მაგალითად, პაციენტის შემთხვევაში, თუ კარგად მოусმენთ პაციენტს, სწორად დავგეგმავთ ჩვენს ქმედებას, მიდგომას და შედგება კომუნიკაცია სწორი. მადლობა. ძალიან მოკლედ მოსმენა აუცილებელია პასუხისთვის. რამდენი ადამიანიც არის, აგერ კიდე ერთი ვერსია მოვისმინოთ და გავაგზავნოთ. იმდენი პასუხია, მაინც მინდა რომ დააკვირდეთ. მოგესალმებით. პირველ რიგში რატო არის მოსმენა აუცილებელი? ეს იქნება ოჯახის წევრი, მეგობარი თუ პაციენტი. პირველ რიგში იმიტომ რომ გავიგოთ მას რა სურს და მოვიპოვოთ მისი ნდობა. მაგრამ ეს ყველაფერი კი ჟღერს სწორად. მაგრამ ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში? აბა კარგად დაფიქრდით. ანუ აი ამ აჩქარებულ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი ასეთი აჩქარებულია, მართლა ვუსმენთ ადამიანებს? საკუთარ თავს თუ უსმენთ? ეგეც მინდა, მაგაზეც რეალურად ეს საუბარი არის იმისთვის, რომ დაგაფიქროთ რაღაცეებზე, იმიტომ რომ არ ჭკვიანი ხალხი ზის. ხა თქვენ რო ჭკვიანურად პასუხის გაცემა არ შეგეშლებათ, ეგ კი ვიცი, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაიხედეთ. რამდენად გააქვთ იმის დრო, რომ თუნდაც საკუთარ შვილებს მოусმინოთ ხარისხიად. ან საკუთარ პარტნიორებს. აღარ ვიზახი პაციენტს. სხვადასხვის ჩემი მასწავლებელი იყო გაბორ მათე, ძალიან ცნობილი ექიმი, რომელთანაც მე ერთწლიანი კურსი გავიარე და გაბორ მათე ყვებოდა, რომ კანადაში ფსიქიატრს აქვს 20 წუთი რეგლამენტი, რომ მოусმინოს პაციენტს. 20 წუთი. ანუ მოდის ადამიანი, კარგად მინდა რომ დავკვირდეთ, მოდის ადამიანი პრობლემით, რომელიც შეიძლება წლებია უგროვდებოდა. მაგრამ სისტემა არის აწყობილი ისე, რომ არავის ეს პრობლემა არ აინტერესებს. და ექიმს სურს უნდოდეს, რომ ამ პრობლემას მოусმინოს 20 წუთი აქვს რეგლამენტი. რომ მოусმინოს რას? სიმპტომებს და დაუნიშნოს რა? წამალი. აი ეს არის სისტემა. და ადამიანი სინამდვილეში ნაკლებად აინტერესდა, იმიტომ რომ ცუდი ადამიანია ეს ექიმი. სისტემა ეგრე მოწყობილი. შენ ან ასე მუშაობ, ან არ მუშაობ. ან სისტემაში ხარ, ან გამოდიხარ. მაქსიმუმ რაც შეუძლია ფსიქიატრს უთხრას პაციენტს, წადი ფსიქოლოგთან. ანუ გარდაუვალი არის, რომ სისტემა არის აწყობილი ისე, რომ ფსიქიატრმა დანიშნოს რა? წამალი. აი ეს სისტემა. მაინც რომ ვახსენოთ, რომ ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ. მე დარწმუნებული ვარ, ზოგი ფსიქიატრი იქნება, რომელსაც ძალიანაც უნდა რომ თავის პაციენტს მოусმინოს. მაგრამ სისტემურობიდან გამომდინარე ვერ აკეთებს ამას. მოდით გავყვეთ სამ მთავარ პოსტულატს, რომელს მე მინდა რომ ეხლა ნელ-ნელა რაღაცა ინსაიტები, ანუ აღმოჩენები მინდა რომ გამოგატანოთ ამ საუბრიდან. რომ ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენ ყოველდღიურად საუბრობთ პაციენტებთან. ხო ეგრე? მეორე, კომუნიკაციის ხარისხი დიდწილად, მე არ მომბობ რომ სრულად, მაგრამ დიდწილად განაპირობებს მომსახურებების ხარისხს. და მესამე, მომსახურებების ხარისხი ჯამში იწვევს რას? პაციენტის კმაყოფილებას. პაციენტის კმაყოფილება იწვევს სოციალურ მედიის სამყაროში რას? კონტენტის შექმნას, რეკომენდაციის გაწევას. ანუ დღეს მე მინდა რომ გაიაზროთ, რა სამყაროში ვცხოვრობთ. დღეს ყველა თქვენი პაციენტი პოტენციურად არის თვითონ მედია.
ყოველი პაციენტი, კიდევ ერთხელ გამიმეორებ. ყოველი თქვენი პაციენტი პოტენციურად თვითონ არის მედია. და მეორე მინდა გითხრათ, თქვენც შეგიძლიათ იყოთ მედია. დღეს მედია მონოპოლია დასრულებულია. ამიტომ ექიმი, რომელსაც შეუძლია იყოს კონტენტ კრეატორი და კონტენტ დისტრიბუტორი, არაფერი ჯერდება საერთოდ. საერთოდ არაფერი ჯერდება. მეცას ვიტყვი, პაციენტები ასეთ კონტენტ კრეატორთან სიამოვნებით ითანამშრომლობენ. ამიტომ მინდა გაიაზროთ რა სამყაროში ცხოვრობთ დღეს. დღეს არის სამყარო, სადაც კონტენტს მე სარკის პერიოდს რო ახსენა ჩვენმა მეგობარმა. კლიპის გადაღება ჯდებოდა მინიმუმ $30,000. დღეს თქვენ რო კლიპი გადაიღოთ, ამას ყოფნის $600 ტელეფონი. $600 ტელეფონი ყოფნის ხარისხიანი კლიპის გადაღებას. და თუ თქვენ მედია პლატფორმების გამოყენებას იცის ზემოდან და რაღაცა შემთხვევით გაგივარდათ TikTok-ზე, 0 დაგიჯდებათ მედია. 0. და ეს არის სწავლადი. კიდევ ერთხელ მიმეორებ. ეს ყველაფერი, რასაც ეხლა ვთქვი მე, არის სწავლადი. და არ არის ეგეთი რთული. ეს ჩემ დროს 20 წლის წინ სარეკლამო სააგენტო რომ ქონდა, რატო არა მაგ დღეს ის სააგენტო? გადა მარკეტინგი არ მიყვარს. ახლა არის სააგენტოს ეპოქა. დღეს არის კონტენტ კრეატორების ეპოქა. რომელსაც შეუძლიათ კონტენტი თვითონ აწარმოონ. რომელსაც შეუძლიათ კონტენტი თვითონ ატვირთონ Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე. რა შეჭირდება სააგენტო? სამყარო სხვა არის დღეს. და თქვენ ამ სამყაროში შეგიძლიათ იყოთ ან ექიმები, ან ჭკვიანი ექიმები. თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი გირჩევიათ რომ იყოთ. მე მოვედი იმისთვის, რომ შესაძლებლობა დაგანახოთ, რომ ასეთ სამყაროში შეგიძლია იყო ტელევიზია. შენ თვითონ შეგიძლია იყო ტელევიზია. თავისი გადაღებით, თავის დადებით, ყველაფრით ჩემ არც არავინ არ გჭირდება ამისთვის. ზოგი იმდენად ნიჭიერია, რომ საერთოდ არ დაჭირდება. ზოგ შეიძლება დაჭირდეს 2 კაცი დამხმარეთ. მაგრამ მინდა გაიაზროთ, რომ დღეს ჩვენ ცხოვრობთ კონტენტის სამყაროში და თქვენს ხართ პოტენციური მედია და თქვენი პაციენტებიც არიან პოტენციური მედია. ამიტომ თითო ადამიანი, რომელიც გადის თქვენი ოთახიდან, თქვენ სინამდვილეში არ იცით ის მედია არის თუ არა. არ იცით. იმიტომ რომ ამის დრო არ გაქვთ. რომ ის გაარკვიოთ, კითხვა დაუსვათ. შეიძლება გიზი წინ ადამიანი, რომელსაც ყავს 20,000 ფოლოვერი და თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ. და იმან თქვენზე რამე სიტყვას რო წაკრას, შეიძლება თქვენი კარიერა დაანგრიოს. ასეთ სამყაროში ცხოვრობ დღეს. და მე მინდა რომ ის გაიაზროთ. მაგრამ ის 20,000 ფოლოვიანი ადამიანი შეიძლება გახდეს თქვენი პარტნიორი. ან თქვენი მოწინააღმდეგე. მე მაინც მოგიყვებით ისტორიას, შეიძლება ბევრმა თქვენთაგან არ იცის, მაგრამ ავიაკომპანიამ ამერიკაში მუსიკოს გაუტეხა გიტარა. იცით ამბავი? იცით? თან დაინახა როგორ გაუტეხა. ეხვეწებოდა რომ გამატანეთ გიტარა იმაშიო, რა ქვია, სალონშიო და არ გაატანეს, მძიმე გიტარა იყო. მე ფანჯრიდან დაინახა რომ ეს გიტარა ის ტვირთვავერმა ისროლს, მოკლედ გაუტეხეს ეს გიტარა. მე ჩავიდა ის შენი მომღერალი, დაჯდა და ამ ამბავზე დაწერა სიმღერა. ამბავი იმაზე როგორ გამიტეხეს გიტარა. რა დაუჯდა ეს კომპანიას იცით? $180 მილიონი. ერთ დღეში აქციები ამ კომპანიის დავარდა თითქმის $200 მილიონი. მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ გიტარა არ აყინა სალონში. და გაუტეხა. მერეც რა იდეა. მე გზელი ისტორია იყო კიდე, მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ რანაირი არის ეს სამყარო დღეს. მაგითო არა მაქვს მე სარეკლამო სააგენტო, რა მაქვს? პოდკასტი.
ანუ მის კონტენტ კრეატორი ვარ, ჩვეულებრივი. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ამდენ ადამიანს დაუმზადე კონტენტი, არ მიმაჩნია, რომ ვინმესთვის დღეს საჭიროა, რომ კონტენტს ვამზადებდე. გასაგებია ლოგიკა? გავაგრძელოთ, ჩვენ ბევრი გვაქვს ასაუბრო. ეხა მინდა გესაუბროთ 5 მითზე, რომელიც არის მოსმენის გარშემო. მე ხო მინდა რომ თქვენ რაღაცები წაიღოთ აქედან, არა? პირველი. რადგან მაქვს 2 ყური და მაქვს სმენის უნარი, მჯერა რომ მოსმენა ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს არის მითი, რომელიც შეეხება ყველას, საერთოდ. მეც მაგ მითის ქვეშ თქვენ თუ გონიათ, რომ მე აქ რაღაცა დავწერე, რაც მე არ მეხებოდა, არა. მეც მჯეროდა, რომ ძალიან მაგრა ვიცი მოსმენა ადამიანების. იმიტომ რომ 19 წლიდან კიტრი მგონია თავი მენეჯერი ვარ. 19 წლიდან მართავ ადამიანებს და ახლა როგორ უნდა აგიხსნათ ჩემთვის რომ მოსმენა არ ვიცი. მოსმენა თუ არ ვიცი, მაშინ საქმეს როგორ ვაკეთებდი იყო ჩემ თავარი არგუმენტი. და წარმატების გარდა არაფერი ცხოვრებაში არ შემიქმნია და რანაირად არ ვიცი მოსმენა. როგორ გონიათ, არგუმენტირებულია? კი. ეგ არის პირველი მითი. მეორე. Who are you? You. No, not me, you. Yeah, I'm you. Just answer the damn questions. Who are you? I have told you. Like you did? No, you is lying. I'm not blind. That is what I just said. You just said what? I did not say what. I said you. That's what I'm asking you. And you just answer me. Shut up. You. Yes. That's you, him. What's your name? Me. It's you. I am me. It's me. Yes, I'm you. Then I'm about to whoop your old ass, man. I'm sick of playing games. You, me, everybody stands around here. Hell, I'm gonna kick your ass. ეს ძალიან გავს იმ კომუნიკაციას, რაც გვაქვს ცხოვრებაში. ეგ ვიდეოები სპეციალურად მაგამოტანია, რომ თქვენ ხვდებოდეთ რამდენად აბსურდში ვართ კომუნიკაციაში. აი ესეთი აბსურდი გვაქვს და ოღონდ მეცას ვიტყვი, ჩვენ ვერ ხვდებით, რომ ეს აბსურდი გვაქვს. ჩვენ ვერ ხვდებით, რომ ვერ უსმენთ ადამიანებს. მაგას ქვია, ამერიკულად ქვია blind spot-ი. ქართულად ვერაფრით ვერ უპოვე შესატყვისი სიტყვა. ნუ ვიყენებ როგორც ბნელ ზონას. ბნელი ზონა ნიშნავს, აი, აგიხსნით. მე თუ მივფრინავ პარიზში. მე ხო ვიცი, რომ ფრანგული არ ვიცი. ანუ მე ვიცი, რომ არ ვიცი. ესე იგი, მე თუ საფრანგეთში მივფრინავ და მინდა ფრანგულად ვილაპარაკო, ხვდები, რომ ფრანგულის მასწავლებელი უნდა დავიქირავო. ამას ქვია კომპეტენტური არცოდნა. ანუ მე მაქვს ცოდნა იმის შესახებ, რომ რაღაცა არ ვიცი. და blind spot-ი არის ის, რომ არ ვიცი, რომ არ ვიცი. და თუ არ ვიცი, რომ არ ვიცი, მაშინ ვერასოდეს ვერ გადავწყვიტავ ამ პრობლემას, იმიტომ რომ არც ის ვიცი, რომ ეს პრობლემა მაქვს. და როგორ გადავწყვიტო ის, რაც არ ვიცი? ხო საინტერესოა. მეორე. მე აბსოლუტურად მჯერა, რომ ჩემი გადმოსახედი, როგორ ვხედავ მე სიტუაციას, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. და რას შვები თუ მჯერა, რომ ის არის ჭეშმარიტება? ვუმტკიცებ სხვას. და ვაჯერებ სხვას, როგორ ვერ ხედავ. ეს ხო თვალსახაა. მე ხო თვალსახად ვხედავ. და შენ როგორ ვერ ხედავ? სოფო, აქ ვიდეო არის? მაინც დავაზუსტებ. კაი, შევხედოთ. Almost white. Seriously? Bro, you just like making things difficult. What color? Black. The ball is black, clearly. I only see one, but Ball's white. without looking at the ball, which is the first place. Please turn around. And what color is the ball now? Okay, it's not a tick. You're
are lives people you pay that still here need to eat like children. But time for the others to skills. What we believe to the heart and separate, they believe the opposite, just smug. Look at that. Can't they see? Come first minute, like Protestant, you need to settle relationships together. Slow down. Breathe. Step into the other person's shoes. Be confident. ორივე ხომართალი იყო თავის გადმოსახედიდან. ასე ხდება ხშირად. ჩვენ ვერ ხვდებით და ვერ ვითვალისწინებთ, რომ ადამიანი სხვა გადმოსახედიდან შეიძლება ხედავდეს სიტუაციას რადიკალურად სხვანაირად. და ჩვენ ვოპერირებთ ისეთი აზროვნებით, რომ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ჭეშმარიტება. ოღონდ ის მეორე ადამიანსაც ჯერა, რომ ის ჭეშმარიტება. და აქ არის მთელი უთანხმოება, კონფლიქტები, ღუმები, ყველაფერი რაც ხდება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. რომ ჩვენ გვჯერა, რომ რასაც ვხედავთ, ფიქრობთ და ვგრძნობთ, არის ჭეშმარიტება. და ვერ უშვებთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება სხვა პოზიციას, სხვა გადმოსახედიც იყოს ჭეშმარიტება. მესამე. რანაირი მოსმენაც მაქვს ნასწავლი ჩემ ოჯახში, როგორც დედა და მამა, ბაბუა და ბებია და ყველა დანარჩენი ოჯახის წევრი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, მე მგონია, რომ ეს არის ნორმა და უკეთესი არც არსებობს. სად გვაქვს ჩვენ მოსმენა ნასწავლი? სახლში. ოჯახში. როგორც ოჯახის წევრები ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, როგორც უსმენდნენ ერთმანეთს, როგორც ითვალისწინებდნენ ან არ ითვალისწინებდნენ ერთმანეთს, ზუსტად მაგის პროდუქტი ვარ ჩვენ. და მეტი არაფერი. ოღონდ, ეგ კი არაა პრობლემა. პრობლემა სხვა არის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ნორმა. და მანდ არის პრობლემა. შემდეგი. მეოთხე. ემოციის ღიად გამოხატვა, ეს განსაკუთრებით კაცებს ეხებათ, ქალებს ნაკლებად, მაგრამ ქალებსაც ეხებათ. ემოციის ღიად გამოხატვა და გახსნილი საუბარი არის სისუსტე. ეს არის რისის გვჯერა. იმიტომ რომ ესე გავიზარდეთ. იმიტომ რომ ასე იყო მიღებული ჩვენ ოჯახში. მეტი არაფერი. და ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის სისუსტე. ბებიები, ბაბუები, დედები, მამები ვერ ღებულობდნენ ჩვენ ხან ბრაშში, ხან წენაში, ხან რაღაცაში, გვეუბნებოდნენ адцიცივი წყალი დალიე. რაღაცებს გვეუბნებოდნენ. და ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ღიად საუბარი და ემოციის გამოხატვა ეხავს. და ბოლო. შეფარულობა, მანიპულაცია, ნაწილობრივ სიმართლის თქმა, კონტროლი, ზეწოლა, ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არის ნორმა. ნორმა საზოგადოებაში არის ტყვილი. ტოტალური ტყვილი. გითხართ ტყვილი ფრაზა. როგორ ხარ? კარგად. რომელია გულწრფელი? კითხოთ პასუხი. არც ერთი. ეს არის ნორმა. ნორმა არის იყო არა გულწრფელი. და გულწრფელი იყო არის ძალიან დიდი დეფიციტი და გამონაკლისი. გულახდილობა და გულწრფელობა არის ყველაზე დიდი დეფიციტი, რომელიც აქვს ამ საზოგადოებას. მით უმეტეს ინსტაგრამის, ესე რომ ვთქვა. აი ამ სამყაროში.
შემოვხედეთ რა ხალხთან ერთად ვარ, ეხა პლაჟზე ვარ, ეხა აქ ვარ, ეხა კაი რესტორანში ვარ, ეხა ტუალეტში შევიდე და სარკია მამაზე. ამ სამყაროში რა გულსხმობაზე ვაპარაკ? თქვენ იცით რომ თინეიჯერებს დღეს აქვთ თავარი პრობლემა საიდან? იმიტომ რომ თავის რეალურ თავს ადარებენ ამ Instagrams და TikToks და ანჯვა აქვთ ამ ბავშვებს. იმიტომ რომ რასაც იქ ხედავენ რადიკალურად განსხვავდება სიცოცხლისგან, რითაც ცხოვრობენ. და ამის გამო აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, აქვთ კომპლექსები. იმიტომ რომ Instagram-ი და TikTok-ი უწესებს დღეს როგორ უნდა გამოიყურებოდე, ტრაგი როგორ უნდა გქონდეს, შეწეული თუ გამოწეული, რას უნდა ჭამდე, რანაირ ბიჭებთან უნდა დადიოდე და ვინმე გაეკიდება ამ ნორმებს, როგორ გონია, ეგ საერთოდ შესაძლებელია? ამიტომ მეგობრებო, ყველაზე დიდი დეფიციტი არ არის მე ზღვაზე რანაირ პოზაში წამოვწვევი. ამის დეფიციტი არ არსებობს. დეფიციტი არის ადამიანობის. ყველაზე დიდი დეფიციტი დღეს ამ სოციალური მედიის სამყაროში არის ადამიანობის გულწრფელობის, ემპათიის. ეს ამაზე მეტი მოთხოვნა არ არსებობს დღეს. და მე Instagram-ის 100-მეორე ფილტრს გამოვიყენებ თუ 100-მესამეს. მაგაზე ძალიან დიდი რიგი დგას. ამიტომ მინდა დაფიქრდეთ, რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ მე ბრენდებს კაიხანი არ ვაშენებ, გავეშვი, იმიტომ რომ იმდენი ბრენდი ავაშენე ცხოვრებაში, იმდენი შვილი მყავს ბრენდების სახით ამ ქვეყანაში. მაგრამ დღეს რო ვაშენებდე ბრენდს, მე ვეთყოდი, ერთადერთი რაც გჭირდება, იყო ავტენტური. ამაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა ამ სამყაროში, ასეთ სამყაროში, ასეთ დეფიციტურ სამყაროში არაფერზე არ არის. იმიტომ რომ ადამიანები იმდენად გავეხვიეთ ტყუილში, აი ამ ლამაზ შეფუთულ ინსტაგრამულ ტყუილში, რომ გულსხმობაზე მეტი არაფერს ფასი არ აქვს. ან 1000 ფილტრი უნდა გამოიყენო? ანუ მიკონოსზე არ გადაიღო და იბიცაზე წახვიდე? იქ ძალიან დიდი კონკურენცია. დამიჯერეთ. ძალიან დიდი კონკურენცია. ერთი მეგობარი მყავდა, ლატვიელი ბიჭი იყო და კანის 2 ფესტივალი ქონდა მოგებული რეკლამაში. და ძალიან მაგარი რამე მასწავლა და მინდა გაგიზიარო და ეგ. 2 კანის ლომი ქონდა მოგებული პოსტსაბჭოური სივრციდან მე პირველ სააგენტო იყო, რომელსაც კანში მოიგო ლომები. და ჩემი კურსელი იყო, ჩვენ ერთად ვსწავლობდით ბერლინში და დაუსვი კითხვა, ბიჭო, გამიხსენი, მე ვთქვი, ბიუჯეტი შენ მაღალი არა გაქვს. ქვეყანა 3 მილიონიანი, ან დაახლოებით ჩვენაირი ქვეყანა არის. რა ზომით? ნუ გასაგებია ევროკავშირის წევრია და მეტი ფული აქვს, მაგრამ დიდად ფულის არ აქვს. ანუ იმებს აქვია, სინდი კროუფორდებს რეკლამაში ვერ იღებენ. და ვერტალოტებით ვერ დაფრინავენ. ამ ხელა ბიუჯეტები არ აქვს. და რა დაუსვი ეს კითხვა, ერიკსე ერქვა ამ ბიჭს, ამიხსნა ძალიან მარტივად. საშა წარმოიდგინე ოლიმპიური სტადიონია. და ამ ოლიმპიურ სტადიონზეო უამრავი ქვეყანა ასობით წელი დარბის. ანუ მე არ შემიძლია შევეჯიბრო ამათ ამ სირბილში. იმიტომ რომ თაობები დარბიან იქ. და თაობები ამათ უკვე გენეტიკაშია, თაობებზე გადავიდა, ანუ შეუძლებელია მე ჩემი ამუნიციით, ვარჯიშით და ისტორიით მოუგო ამათ. აბა რანაირად მეთქი? მე შემიძლია მარტო მოკლეზე გადავკვეთო. ხო და რას ხსნი? ზუსტად იგივეს ვამბობ. მოკლეზე გადაკვეთა. დღეს არის გულწრფელი. ანუ ერთადერთი მოკლეზე სადაც შეიძლება გადაუკვეთოთ ამ ტყუილს, მასიურ ტყუილს, ძალიან ლამაზი ტყუილია. შევდახდეთ. ამ დონის ლამაზი ტყუილი, ამდენი ფოტო ფილტრებით და რაღაცებით არ ყოფილა. ასეთი შეფუთვა არ ვიცი. გავედით ასტრალში, კაცობრიო.
ტყილის შექმნაში ვარ ასტრალში გასულები. ეხა ომი რომ მიმდინარეობს, უბრალოდ ვაკვირდები რამდენი deep fake ვიდეო ჩდება, ხან რას აფეთქებენ, ხან ეს ხო ტყილია. ანუ ეს ხელოვნური ინტელექტს დღეს აჭმევენ და ტყილ რაღაცა fake ვიდეოებს აქმნევინები. აი ეს სამყაროში ვარ, წად გაარჩიე ეხა. ასეთი სამყარო არის დღეს. ეხა მოდი დავიწყოთ. ყველა ადამიანს, ყველას, მათ შორის თქვენ პაციენტებს აქვს 3 ფუნდამენტური საჭიროება. 3. და არ აქვს მნიშვნელობა რა თემაზე მოვიდა. ეს საჭიროებები აქვს. ამბობს ამის შესახებ, არ ამბობს ამის შესახებ, აცნობიერებს ამას, არ აცნობიერებს, ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური 3 საჭიროება. იყოს მოსმენილი, გაგებული, დანახული და გათვალისწინებული. მორჩა. დანახული და მოსმენილი ბიძაშვილები არიან ერთმანეთისთვის. უფრო იაფასად რომ მიიღოს, ამას არ ვახსენებ. ხო? ეს საჭიროებები აქვს ფუნდამენტურად ყველას. მაგრამ მოდით ეგრე შევხედოთ. სინამდვილეში ესეა, ანუ ადამიანის სერვისზე რომ მოდის. ვინმე ფიქრობს ამ საჭიროებებზე? ოკეი, როგორ? დავინტერესდი. თუ შეიძლება მიკროფონი მომიტანეთ, მე დიდი ინტერესით მოусმენ ამას. როგორ ფიქრობთ? მე ვარ ექიმი 24 წელია უკვე და მე თვითონ გავხდი ექიმის მსხვერპლი. ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ, და ეს გრძელდებოდა 10 წელი და მეტად ეს ბოლო 10 წელია მეტად კარგი მსმენელი ვარ, გამგები ვარ და ის ყველა ჩამოთვლილი, რაც აქ ეწია. მიხარია. ეს აუცილებელი პირობაა. იმიტომ რომ სულ ცოტა პასუხის გაცემა ექიმისგან და კითხვის დასმა პაციენტისგან. პაციენტი არ არის ინფორმირებული რა კითხვა დაუსვას ექიმს. შესაბამისად ექიმის ელით გაივლის რაღაცა ისეც და ეხლა TikTok-ი ახსენეთ, შევქმენი კონტენტი, აკითხებით. კონტენტ კრეატორი მყოლია აგერ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა აუცილებელი კითხვებია, რომელიც პაციენტმა ექიმს უნდა დაუსვას. ანუ TikTok-ზე აზიარებთ ამ კითხვებზე პასუხებს? თქვენ თვითონვე სვავთ კითხვებზე, თქვენ თვითონვე პასუხობთ? ეს ჩემი გამოცდილებიდან. როგორც ექიმი, მე ვარ ესე ვთქვათ, ექიმის თვალით დანახული პაციენტის სახე. და რა აუცილებელი, რომელიც მე შეცდომად ვცვლი რომ არ დაუსვი თავის დროზე ექიმს, იმიტომ რომ ნდობა მქონდა და ესე ვთქვათ, მიტყდებოდა ამ კითხვების დასმა. მე გთავაზობთ ეს кейსი შემდეგ ჯერზე გაარჩევინა თავის კონტენტიანად. და ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ჩემი აზრით. იმიტომ რომ ყავთ აგერ რეალური кейსი, ადამიანი რომელიც არის კონტენტ კრეატორი, ჩემი აზრით განიხილეთ ეგ кейსი და მგონია რომ ბევრისთვის იქნება რელევანტური. და ამას ვაზიარებ, რა კითხვებით უნდა აუცილებელი კითხვებით თორე ხდება ახლა შიდა კითხვები, რაც კონკრეტულად რომელიღაც პაციენტს აინტერესებს, ან რომელიმე ექიმს და მე კომენტარებში წამოვიდა, იცით რა და ძალიან სუდი ტენდენცია, ესე ვთქვათ, ექიმების გაშავება, ესეც არ მომწონს ძალიან. პასუხებს არ გვცემენ ექიმები და გაბრაზებულები რაღაც უხეშად გვეპასუხებიან. მე ამიტომ ვეუბნები ყველა ჩემ პაციენტს, მაშინ ადექით და წამოვიდეთ. იმ ექიმისგან თუ თავის დროზე მე რო ავდგარიყავი და წამოსულიყავი, მე არ გავხდებოდი მსხვერპლი. კი ბატონო, ჩვენიერი кейსია. თქვენ ორი ნაბიჯი წინ ხართ. ცალსახად. კი ბატონო. კი ბატონო. ერთი წუთი. მისია, იმიტომ რომ პაციენტმა ძალიან ბევრი რამე უფრო კარგად ეციან. ვიდრე საჭირო იყოს, რომ ჩვენი მხრიდან კიდე დამატებით რაღაცა შრჩევები მივცეთ კითხვის სახით. იმდენად ფართომასშტაბიანი შეკითხვებით მოდიან და პლუს ამას ჩემს თვალწინ ხელოვნური ინტელექტიც გამოუყენებია და Google-შიც კი დაუგუგლიათ ესეთვის პრეპარატი და შედეგები. ასე რომ მაგის ნაკლებობას დღევანდელი პაციენტები აღარ განიცდიან. ეგ პაციენტი ექიმა უნდა გაუშვას.
კი, ეგ უკვე სხვა საკითხი არის, მაგრამ დღეს ძალიან პაციენტები არიან ეგრეთ წოდებული ზუსტად რომ მედიად. წეგა თქვენ როგორც ეგეთი პაციენტი პირიქით ექიმა უნდა დატოვოს კაბინეტი და კი, ნამდვილად. თან მომხდარა ეგეთი რაღაცაც. სინამდვილეში აქ იყო როგორც ის იყო, რა ქვია, ბურთის ორი მხარე იყო, ეხლა ზუსტად ეგ ვიდეო დაათამაშდა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ახსნა. ადამიანი მოდის თქვენთან იმითი რაც აქვს ცოცხალი. იმ მომენტში შეიძლება ცოცხალი იყოს კითხვა, შეიძლება ცოცხალი იყოს, რავი, ChatGPT-სთან ნასაუბრები დიალოგის გარჩევა თქვენთან როგორც ექიმთან. ანუ ადამიანი რაღაცით მოდის. აქ უფრო კითხვა დგას, როგორ დავხვდეთ მაგ ადამიანს. ანუ რა განწყობით, რა იარაღებით დავხვდეთ ამ ადამიანს აწყო დროში. როცა შემოაღო კარი და შემოვიდა ჩვენთან. ვიღაცას კითხვა ქონდა. კითხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ გულწრფელობა არის მნიშვნელოვანი და ასევე ბრძანეთ, რომ კონტენტი შექმნა და ჩვენ ექიმები თითოეული ქმნით რაღაც კონტენტს და ამას Facebook-ზე ვათავსებთ. ეს შესაძლებლობა. კი ბატონო. აი ესეთი კითხვა მაქვს, როდესაც ექიმი ქმნის კონტენტს და ამას მე ყველაფერს რა თქმა უნდა Facebook-ზე ათავსებს. იკარგება თუ არა გულწრფელობა, რადგანაც კონტენტს როდესაც ქმნის ექიმი, რატომაც მგონია რომ ყოველთვის ცდილობს მხოლოდ კარგი დაანახოს იგივე პაციენტს და ამ დროს იკარგება თუ არა გულწრფელობა და თქვენ თუ გეგულებათ დღევანდელ სივრცეში ადამიანი, რომელსაც შექმნილია კონტენტი, ანუ გაწერილია კონტენტი და გულწრფელობა არ აქვს დაკარგული. თან გაიგითხვა. პირველ რიგში, როცა წერთ კონტენტს ამირასთან ერთად გება ხმა. როგორ გამოვიყურები ხა? ვიანად გამოვიყურები? საკმარისად კომპეტენტური ვარ? ჩემი ხმა კარგია? ხო არ დამცინებენ? ანუ კამერასთან ერთად არის თქვენი ხმა. და საბოლოო ჯამში კი ეს გადასალახია. სასწავლია. მე რომ ბრო ისე გამოგივა. მაგრამ რას ნიშნავს ეს, რომ ერთხელ, ორჯერ, 100-ჯერ რო ჩაწერთ, თქვენ ნელ-ნელა მერე იგრძნობთ და ამუღამებთ რა დონის ავთენტურობისთვის ხართ მზად. კამერის წინაშე. მათ შორის სხვა შიშები შემოდის, კრიტიკის შიში, ჰეითერების შიში, ბევრი შიშები არის, რომელიც კონტენტს მოყვება, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ახსნა, იმიტომ რომ ძალიან კაი თემა წამოწიეთ. სოციალური მედია ბუნებით მოითხოვს თქვენგან იყოთ სოციალურები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სოციალური მედია ბუნებით, იმიტომაც ქვია სოცმედია. თქვენგან მოითხოვს იყოთ სოციალურები, ანუ შეხვიდეთ დიალოგში. იმ ხალხთან, ვინც კომენტარს გიწერთ. კი არა ვარდეთ რეაქციაში, როგორ გამიბედე მე, ასე კვალიფიციურ ექიმს ასეთი კომენტარი დამიწერო. ანუ ჩაახრმავდეთ. რა აწუხებს იმ ადამიანს, გამოკითხოთ, გაიგოთ მისი პოზიცია და იყოთ სოციალური. გულისხმობ შეხვიდეთ დიალოგში, ისე ვიმეორებ. იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ექიმი არ არის მარტო როლი. ექიმი არის იმიჯიც. ანუ როლიც არის და იმიჯიც. ანუ მე მაქვს წარმოდგენა, როგორი ექიმი უნდა ვიყო მე. და ამ წარმოდგენას ვცდილობ, რომ ანუ არის ორი წარმოდგენა ეგრევე. როგორი მინდა ვიყო ექიმი და როგორი არ მინდა ვიყო ექიმი. ამას ქვია პოზიტიური და ნეგატიური იმიჯი. და მე მაქვს მისწრაფება ჩემი პოზიტიური იმიჯისკენ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ გავექცე რას? ჩემი ნეგატიური იმიჯისგან. ხო, აქ ისე ვიზახი, მე როცა ვლაპარაკო გულწრფელობაზე, ნუ წარმოიდგენთ, რომ აქ მე მოვედი, რომ 100%-იანი გულწრფელობა არის შესაძლებელი ეგრევე. არა. მაგრამ ნახეთ რა არის, იმისათვის, რომ გულწრფელობაზე ვიმუშაოთ, ჩვენ გვჭირდება განზრახვა და ვარჯიში. და დრო და დრო თქვენი გულწრფელობა გაიზრდება. ეს არ ხდება ერთ წამს. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ვილების სამყაროში. არუჟის რომ ზოგადად მოდიგავსასკროტო რას მოიცავს ტერმინი გულწრფელობა ადამიანისთვის. გულწრფელობა რა არის? გულწრფელობა არ არის ტვინწრფელობა.
პირველი ჩემი პასუხი არის ეს. ძალიან ბევრს გულწრფელობა გონია თქვას ყველაფერი რაც თავში მოსდის. ეს არ არის გულწრფელობა. ძალიან ბევრს გონია ისე ვიმეორებ, რომ გაახმოვანოს ყველაფერი რაც თავში მოგდის, ეს არის გულწრფელობა. ეგ არ არის გულწრფელობა, ეს ტვირთსფელობა. ანუ ჩვენ ხარ ვლაპარაკობთ ტვირთსფელობაზე. ყველა გიჟური აზრი თუ გავახმოვოთ, ხო გადავარიათ ხალხი გარშემო. რაც ჩვენ თავში მოგდის. ხო, ამიტომ გულწრფელობა არის სინამდვილეში გაზია რო ღიად რას ხსნობ. კი. დიახ. შეუძლებელია დასაწყისში. მაგრამ დრო და დრო თქვენს წარმოიდგინეთ მე მოღვაწეობდი მარკეტინგის სფეროში. ხო, ერთი წუთი დამიბრუნდი. მე მოვდივარ მარკეტინგის სფეროდან. სადაც გულწრფელობა ყველაზე ნაკლებად არსებობს თუ სადმე არსებობს. ხო მეთანხმები? მე სუხარის გამიყიდია როგორც ბანანი. საერთოდ არ გავია მან გულწრფელობას. და არჩევნები მომიგია ამ ქვეყანაში არაერთი. მანდაც არ გაუვლია გულწრფელობას. ამიტომ თქვენი სკეპტიციზმი ჩემთვის გასაგებია. მე ვიღებ ამ სკეპტიციზმს, იმიტომ ზუსტად მანდ ვიხავი, სადაც თქვენ ახლა აღნიშნეთ. მე რო გულწრფელობა გავიგე რა არის, პირველი ჩემი რეაქცია იყო შეუძლებელი. ანუ ძალიან მეხმიანება ეხა რას თქვენ თქვით. იმიტომ ზუსტად მანდ ვიღავი. რა ის გულწრფელობა? ამ სფეროებიდან საიდანაც მე მოვდივარ, არ გაუვლია საერთოდ გულწრფელობას. მაგრამ დღეს რო შეხედოთ რითი ვცხოვრობ, ან თქვენ რომ მობრძანდეთ ჩემ ოფისში, სადაც ღიად ლაპარაკობენ ადამიანები შიშებზე, რაღაცეებზე, ასე ვოპერირებთ დღეს. ამას დაჭირდა გზა. ანუ ასეთი კულტურა მაქვს დღეს ოფისში. მოსულა თქვა რომ რაღაცა გაწუხებს, რაღაცაზე ბრაზობ, უკმაყოფილო ხარ, შიში გაქვს რაღაცის. ამის შექმნას დაჭირდა დრო. და პირველ რიგში დრო ჩემთვის. რომ მე ჩემთვის მომეცა სივრცე გულწრფელობისთვის. და მე როდესაც ვისწავლე გულწრფელობა ჩემ თავთან, მე შეგვიძლია გულწრფელობის სივრცე შემექნა სხვისთვის. ერთი კითხვა, ამის გააზრებას დაახლოებით ხვდები, რაზედაც საუბრობ, მოკლედ მე ჯერ უნდა ვიცოდე თვითონ რა არის გულწრფელობა. როგორ ფიქრობთ, 100 ადამიანიდან რამდენს აქვს ამისი გააზრების უნარი? რამდენთან გქონიათ შემთხვევა? გააზრების უნარი რას გულს აღქმის უნარს გულისხმობ? უნარი დიახ გააზრების. იცით რა? ადამიანი მე გეტყვით ეგეთ რაღაცას. კომუნიკაციის სფეროდან მოგიყვანთ ამ მაგალითს. პირველ რიგში კომუნიკაციის სფეროში ინფორმაციის 75% არ მოდის სიტყვებით. ანუ 75% მოდის სხეულიდან. სხეულიდან ჩვენ სხეული თვითონ საუბრობს. ჩემი პოზა ასე ვარ, ისე ვარ, ღიად ვარ, გაშლილი ვარ. ამიტომ დამიჯერეთ, ადამიანები გულწრფელობას გრძნობენ. გრძნობენ. აი აქ გრძნობენ, ხერხემალში გრძნობენ. ამიტომ ადამიანი რო ატყუებს მათ, გრძნობენ ამას ადამიანი. ამას არც დიპლომი ჭირდება, არც განათლება არ ჭირდება. შემიძლია გავხსნათ. პირდაპირ კითხვა. სწავლადი, არ ვიცი, მე ჩემი გზა მაქვს, კი. რამდენი პროცენტი აქვს ადამიანს იმის, რომ შეიცვალოს, გახდეს მე, აი კონკრეტულად მე. ვერ გეტყვით. ვერ გამაზოგადოებ. ყველას აქვს, ზოგს გამოვიდა ეს 1 წელიწადში, ზოგს 5 წელიწადში, ზოგს 10 წელიწადში და ზოგს საერთოდ არ გამოსდის. კი. ერთი კითხვაც თუ და ერთი წუთი მნიშვნელოვანია. მე 8 წელი ვემუშავე კომპანიებს, რომ შემექმნა უფრო გულწრფელი და დაცული გარემო, სამუშაო გარემო. მათ შორის ერთ ძალიან ცნობილ სამედიცინო კომპანიაში, რომელსაც ეთიკურობინა რამდენიმე ვერ დავასახებ. და მე შეუცვალე გარემო, სადაც აბჯრებში ადამიანები აჭანჭყარებდნენ ერთმანეთს, შეუცვალე გარემო, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად ღიად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და დამამკვიდრემ 7 კომუნიკაცია, დაცული. ამიტომ თუ სამედიცინო სფეროში უზარმაზარ კომპანიაში გამომივიდა ეგ, ესე გამოსვლადია. თავარი არის მონდომება, კი არის მონდომება. თავარი არის ეს ვარჯიშია, ანუ კუნთია ჩვეულებრივი და ეს სწავლადია. თორე ჩემზე არა გულწრფელი. ანუ გულწრფელობა სწავლადი.
კი. კი, პასუხი ეგ არის, მაგრამ როგორ ისწავლის ადამიანი ერთ წელიწადში 10-ში, 5-ში თუ საერთოდ ვერ ისწავლის, მაგას ვერ ვიტყვი წინასწარ და ვერ განვაზოგადებ. დიახ. ერთ შეგეკითხებთ და ეხლა აი თქვენი პირადი გამოცდილებიდან როდის იყო თქვენი თუნდაც ფინანსური მდგომარეობა უფრო მომგებიანი, როდესაც გულწრფელი არ იყავით? თუ მაშინ, როდესაც გახდით გულწრფელი და ლაპარაკობთ ყველაფერზე გულწრფელად. ანუ ცხოვრებაში მომგებიანი გავიგეთ, რომ ვიღაცამ მოკლედ გადაჭრით, შეიძლება მიიღო ის რაღაც ჯილდო. რატო არ მეკითხებით, სად ხარ უფრო მეტად ბედნიერი? რატო მეკითხებით? ბედნიერი გასაგებია, რომ მაშინ არის ადამიანი, როდესაც გულწრფელი და იმას აკეთებს, რაც უნდა კიდევ ერთხელ ლაპარაკობს. გამიმეორებ. ფინანსურად ავხსნი. არა გულწრფელ სამყაროში მე გაცილებით მეტი ფული მიშოვია. პასუხი ეგეთია. მაგრამ ვიყავი მან ბედნიერი თუ არა და არა. დღეს გაცილებით ნაკლებ ფულს შოულობ იმასთან შედარებით, რაც არა გულწრფელობით შოულობდი, მაგრამ ბევრად ბედნიერი ვარ და არ გავსვლი ამას იმაში. შეიძლება. და საერთოდ მე მგონია ეგეთი რაღაცა. რომ პირველი ეტაპი ცხოვრების ადამიანის 30 წლამდე ხშირად არის დაკავშირებული იმაში, რომ საზოგადოებაში, არა გულწრფელობაში მოიპოვოს თავის წარმატება. მაგრამ შეიძლება ამაში ჩარჩეს ცხოვრების ბოლომდე და არასოდეს არ იცხოვროს გულწრფელი ცხოვრება. და იცი როგორი არა გულწრფელი ცხოვრება? განცდა გაქვს, რომ არავინ არ გხედავს, არავის შენი არ ესმის. და საერთოდ მარტო სული ხარ ამ სამყაროში. არ არის მასე, არა გულწრფელობაში მასე. და ძალიან კაი თემას მივხო, ანუ ცოცხალ თემას მივადექით, ხო? ანუ ამ ხელა დიალოგზე რო წავედით. ცოტა წავიწიოთ წინ რა. მეგობრებო, ერთი ყველაზე მთავარი რაღაც. რაც კომუნიკაციაში არის ზედაპირი. ანუ რა არის სამყაროს კომუნიკაცია? თქვენ მეუბნებით, საშა, წამოყავა დავლიოთ. ხო. ხო და ნახეთ რა ხდება? რა გავიგო? ანუ რა გავიგო ამ კომუნიკაციიდან? რა გჭირდება? არა, ვერ გავალ მესმის. საქმით ვარ დაკავებული. ნახეთ, ამ კომუნიკაციაში სადაც არის წამოყავა დავლიოთ. რა გავიგო? შენ ავშირი გჭირდება, მხარდაჭერა გჭირდება, მეგობრობა გჭირდება, გაზიარება გჭირდება, თუ რა გავიგო? რა გავიგო ამ წინადადებიდან წამოყავა დავლიოთ? ხო. ამიტომ მეგობრებო, უბრალოდ დაგიტოვებთ ერთ საფიქრალს, რომ ჩვენ ამ სამყაროში ვოპერირებთ ზედაპირული, ტექნიკური და ტრანზაქციული ენით. ოღონდ შეთანხმება გვაქვს ამის შესახებ. ანუ ის კი არა რომ ვიღაც გამოვიდა და მოდი ეგრე ვიოპერიროთ. ასე ოპერირებს სამყარო. ავადავლიოთ, ჩაი დამისხი, შეგიძლია ნაგავი გაიტანო? ასე არ კომუნიცირებთ? სხვანაირად კომუნიცირებთ, ან ვეხსნებით ერთმანეთს, რაღაცას ვეუბნებით სიღრმესეულად თუ რა. ანუ ჩვენ ეხა ფუნდამენტური დაშვება მინდა რომ გაიგოთ. ჩვენ კომუნიცირებთ ზედაპირულად და მოლოდინი გვაქვს რომ გაგვიგონ სიღრმესეულად. პარადოქსი. ანუ ეს არის ტიპიური ბავშვური პოზიცია, რომელსაც ქვია დედა გაიგე რა მჭირდება. გამოიცანიდე. გამოიცანი რა მიჭირდება, შენ ხო დედა ხარ. მიხვდი ახლა მე რა მჭირდება. ამ აზროვნებიდან უმეტესობა ადამიანი გამოსული არა. და აქვს მოლოდინი, რომ ის ზედაპირულად ილაპარაკებს და მას სიღრმესეულად გაუგებენ. ეხლა თქვენთან მაგ კითხვა, $1,000,000 კითხვა. თქვენ უსმენთ დიაგნოზს თუ პაციენტს? არ გადაფიქრდით. ჯერ პაციენტის მე წამოწდორი.
ეს არ მაქვს ეს კითხვა ყველა გამოტანილი. მრავალწლიანი ჩემი ჯერ არა. არ მithქვავს კი. და წესებში უნდა შემომეტანა, რომ ის თქმის გარეშე გამოსვლები არ მოსულა. ჩემი გამაზული. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეს მრავალწლიანი გამოცდილებით სამედიცინო კორპორაციებთან მუშაობის და არაერთთან მიმუშავია. მე აღმოვაჩინე ეს ინსაიტი, რომ ძალიან დიდი დილემა არის დიაგნოზს უსმე, პაციენტს უსმე თუ ორივეს. და ექიმებში ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. და ეს კითხვა მომივიდა მუშაობის შედეგად, როცა მუშაობდი სინამდვილეში აი ეს კითხვა მოვიდა. მე დაგიტოვეთ მაგ კითხვას, მაგრამ თქვენ თავს დაუსვით. ამ მომენტში მე რას უსმენ? ამას უსმენ თუ დიაგნოზს უსმენ? უბრალოდ დაგიტოვეთ როგორც ინსტრუმენტს. გამოიყენეთ როგორც გინდათ. მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვა არის, რომელიც გამოგადგება ძალიან. ეხლა მინდა გაგაცნოთ მოსმენის 6 დონე, რომელიც უბრალოდ იცოდეთ, რომ იმ მოსმენის სამყაროში, სადაც მე მჯერა რომ ორი ყური მაბია, და მაგიტომ მოსმენა ვიცი, რა დონის მოსმენის საშუალებები არსებობს. და კიდე ერთი რაღაცა, 6-ვე სწავლადია. მაინც გეტყვით, რომ მე პირველ მეორე დონეს, სანამ საერთოდ ეს ვისწავლე, პირველი დონე იყო ჩემი სტანდარტული ოპერირების დონე და მეორე დონე იყო ხანდახან როცა მომინდებოდა. მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დონე საერთოდ თუ არსებობდა, საერთოდ არ ვიცოდი. 20 წელი ვაკეთე წარმატება, ისე უბრუნდები თქვენ კითხვას, რომ არც ვიცოდი, რომ 4 კიდე დონე მოსმენის არსებობს. ეგ არ შეუძლია ჩემთვის ხელიო შექმნა წარმატება. მაგრამ რა ფასად შევქმენი ეს წარმატება ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი ყოფილი მეუღლისთვის, რომთან აღარ ვცხოვრობთ ერთად, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი მშობლებისთვის, უამრავი ადამიანისთვის, ჩემი ქვეშევრდომებისთვის, ჩემი გუნდებისთვის, რომელთაც მე მართავდი, რა ფასი დაუჯდათ იმათ და მე ეს წარმატება. ეგ ანიშნავდა. პირველი დონე. ზედაპირული, ანუ ტრანზაქციული მოსმენა. მე ამაზე უკვე ვისაუბრე, რას ნიშნავს? უსმენ. სკროლავ და უსმენ. მეილს მომოწმენ, უსმენ. ტრანზაქციული მოსმენა, ზედაპირული. საერთოდ არ უსმენ, სხვა რაღაცაზე ვფიქრობ. ტრანზაქციული მოსმენა. ადამიანი მე მელაპარაკებ, მე ვფიქრობ, ჩემმა ცოლმა დღევას ყავა როგორ დამისხა, ტრანზაქციული მოსმენა. მე ვფიქრობ, საღამოს რა რესტორანში წავალ. ამ დროს ადამიანი მელაპარაკება, ტრანზაქციული მოსმენა. ანუ ყველაფერი ეს არის სინამდვილეში მოსმენა. არ არის მოსმენისთვის. ჭყალებში მოსმენა არის. და მოსმენისთვისაც არის. просто ჭყალებში არის მოსმენა. ფსევდომოსმენა, ძალიან კაი ტერმინი. ანუ ეს არის განზრახვა, მინდა გაიგოთ. ამ მოსმენის განზრახვა არის ვალდებულება. მე ვალდებული ვარ რომ მოგისმინო. იმიტომ რომ ჩემი უფროსი ხარ, ჩემი ქვეშევრდომი ხარ, ჩემი მეზობელი ხარ, ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი შვილი ხარ, ჩემი მშობელი ხარ, ვინც ხარ ჩემ ცხოვრებაში და მე როლიდან გამომდინარე ვალდებული ვარ რომ მოგისმინო. თქვენის ვალდებულება მაქვს. ასე ვუსმენთ უმეტეს ადამიანს ჩვენ ცხოვრებაში. მაინც ვიტყვი. მეორე დონის მოსმენა, ცოტა სიღრმეში ჩავედეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული სელექციური მოსმენა. ეხლა რა არის სელექციური მოსმენა? ანუ არჩევითი, ხო? ესე იგი მე ყავს კოლეგა, მაგალითად ანა დვალი, სალამი ანა დვალი. და მე ვფიქრობ, რომ ანა დვალი არის საჭკაობს. ეგეთი წარმოდგენა მაქვს ანა დვალს. და ანა დვალი რაღაცას რომ მიყვება, მე უსმენ მას ფილტრში, რომ რას საჭკაობს ახლა აქ. აი რა საჭკაობს ახლა. ეგეთი შეიძლება მქონდეს დადებითი ფილტრებიც და უარყოფითი ფილტრებიც. ანუ რაშიც დადებითი უარყოფითი? შრომელი, ზარმაცი, მათუარა, ყველა ის ჭყალებში იარლიყები, რაც გაგვაჩნია ადამიანზე, თითოეული იარლიყი
არის ლინზა, რომლითაც მე უსმენ ამ ადამიანს. და აქ შემოდის ჩვენი ცნობილი გენიალური უზნაძის განწყობის თეორია, იმიტომ რომ მე ვისმენ იმას, რისიც მჯერა. ანუ ის ადამიანი მე თუ მჯერა რომ შენ ზარმაცი ხარ, სულ რო 300 პროექტი გააკეთო, მე მაინც ვეძებ შენ სიზარმაცეს. ამას ქვია სელექციური, ანუ სუბიექტური განპირობებული მოსმენა. შემდეგ მოსმენა ჩაძიებით. ეს არის პირველი ტერიტორია, სადაც მე ვცდილობ რომ კითხვები დაგისვა, ჩაკითხვით. მინდა რომ ჩავეზიო, ნელ-ნელა ჩდება თითქოს მინდა რომ გავიგო. მთლად ეგრე არ არის მინდა რომ გავიგო. შეიძლება იყოს მინდა რომ გავიგო, ან იყოს მინდა რომ გიპასუხო. შეგეპასუხო. ანუ კითხვებს გისვავ, რომ შეგეპასუხო. აქ არ არის ცალსახად მარტო გაგება მინდა, შეიძლება შეპასუხება მინდა. სხვა მოტივი მაქვს, მაგრამ განზრახვა მაქვს, რომ შენი პოზიცია გავიგო. ან შეგიჭიო, ან გაგიგო. ანუ რაღაცა რომელიღაცა განზრახვა მაქვს, მაგრამ უკვე შემოვიდა განზრახვა, რომ შენი აზრი მაინტერესებს. იმ ორში შენი აზრიც არ მაინტერესებდა საერთოდ. ეს არის პირველი სივრცე, სადაც მე ზოგადად გავჩუმდი და მივეცი სხვა სივრცე, რომ მოусმინო საერთოდ სიჩუმეში უსმენ. ანუ არც ვეპასუხები, არც ვაწყვეტინებ, არაფერს არ შვები, ვაძლევ სიჩუმეში მოსმენი, ანუ გამოხატვის საშუალებას ვაძლევ, ანუ ჩუმად ვარ. საერთოდ ჩუმად ვარ სიჩუმეში ადამიანი რაღაცას ამბობს. არ ვაწყვეტინებ, არც დიაგნოზებს ვსვავ, არაფერს არ ვსვავ. უბრალოდ ვაძლევ ადამიანს საშუალებას, რომ გამოხატოს თავის თავი. შემდეგი დონე, მეგობრებო, ეს არის მოსმენა დაბრუნებით. აქ შემოდის ძალიან კაფიო განზრახვა, რომ მე მართლა უცბად მაინტერესებს რომ გაგიგო. რას ნიშნავს? შე რაღაცა მითხარი და მე ჩემი სიტყვები დაგიბრუნე უკან რა გავიგე და ვაზუსტებ, სწორედ გავიგე. შე რაც მითხარი. აი მე ესე გავიგე. და გიბრუნებ ამას. და გეკითხები, ასე გავიგე. სწორედ გავიგე? და მე ადამიანი გეტყვით, რომ ან სწორედ გაუგეთ, ან არასწორად გაუგეთ. და მეექვსე ტიპის მოსმენა, ყველაზე სიღრმისეული ადამიანური მოსმენა, ეს არის ემპათიური მოსმენა. ემპათიური მოსმენა არის თქმულის უკან, ანუ რას გაგიზიარათ ადამიანმა, დაახლოებით მიხვდეთ, გამოიცნოთ, რა ემოციები აქვს და რა საჭიროებები აქვს ამ კონკრეტულ მომენტში. აი ეს არის ემპათიური მოსმენა. ყველაზე ღრმა მოსმენა, რომელიც ადამიანს შეუძლია აჩუქოს სხვა ადამიანს. და მერწმუნეთ, წლების მანძილზე მივხვდი, რომ ამაზე დიდი საჩუქარი, რომ მოусმინო სხვა ადამიანს გულისკურით, გვაქვს ჩვენი სიტყვა ლამაზი გულისკურით, ხო ყველა არ ქვია, ხო ტვინის კურით, რატო არ ქვია? ფეხის კურით, რატო არ ქვია? გულისკურით, ანუ გულთან ახლოს მიიღო. არ ნიშნავს, რომ განიცადო იგივე, რასაც სხვა ადამიანი განიცდის. ეგ თუ მოდაგემართა, მაშინ საზღვრები არ გივარგა, მაინც დავაზუსტებ. გულისკურით, ან უბრალოდ იყო ადამიანთან იმაში, რაშიც არის ეს ადამიანი. აი ეს არის ემპათიური მოსმენა. მე დამჭირდა წლები, პრაქტიკა, საკუთარ თავთან, ჩემ ბავშვებთან, ადამიანებთან, მე დავიწყე ამის ავლება სხვებისთვის, რომ მივხვდი, რომ ეს არის სწავლა, თუ მე თუ ვისწავლე, რატო არ შეგვიძლია სხვა ისწავლო, სხვა მისწავლოს, ჩემნაირად. და ხოდაშორის დღეს ბევრი მსვავს კითხვას პოდკასტების ქვეშ ხშირად კომენტარებში წერია მოსმენის ხარისხზე. მე უბრალოდ არ ვპასუხობ იქ, რომ მე წლები დამჭირდა, რომ 6 დონე მოსმენის მისწავლა, რომლითაც დღეს თქვენ ახლა იცით რეცეპტი ჩემი პოდკასტის, უბრალოდ არ ვაჟღერებ ეს. მთელი რეცეპტი ჩემი პოდკასტის არის ეს.
აი ეს მოსმენის დონეები, რომელსაც თიშავ როგორც სიჩქარეებს პოდკასტის დროს, ანუ ინტუიტიურად გზნობ, რომელი ყურით რა სიხშირეზე მინდა მოусმინო ჩემს სტუმარს. და სხვადასხვა სიხშირეზე ჩავდივარ. ხალხი ამას გზნობს და კომენტარებში მიწერს. მოსმენის კულტურას ეძახიან, სიღრმეს ეძახიან, სხვადასხვა სიტყვებს ეძახიან. კომენტარებში ადამიანები სულ წერენ ამას, სულ გზნობენ. როგორც გულსფელობას. ყველაფერს ამას გზნობენ. ისე ვიმეორებ. ადამიანები გზნობენ სიყალბეს. ადამიანები გზნობენ ნამდვილობასაც. ამას არ ჭირდება არც დიპლომები, არც განათლება, არაფერი არ ჭირდება. ჩვენ ჩამონტაჟებული გვაქვს შიგნით რაღაცა, რომელიც ამას ცნობს. აქედან გამომდინარე, ისე ვიმეორებ. ეს არის ის რეცეპტი, რომლითაც მე ვაკეთებ პოდკასტს და მე მგონი ეს რეცეპტი მუშაობს და თუ ის მუშაობს ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ის იმუშავებს თქვენთვისაც. თქვენ საქმიანობაში ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სხვა ადამიანთან აქვს შეხება, ექიმი იქნება ეს, სტილისტი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მოსმენა იმუშავებს. და ეს შეიძლება გახდეს ძალიან დიდი თქვენი კონკურენტული უპირატესობა იმ სამყაროში, სადაც თქვენც მედია შეიძლება იყოთ და თქვენი პაციენტებიც. შესაბამისად, რადგან ასე არის საქმე, მე შემოგთავაზებთ, რომ გავაკეთოთ მოსმენის ერთი ცოცხალი 10 წუთიანი სესია. ვის ექნება სურვილი იყოს ჩემი პაციენტი. მომზადდ. თუ შეიძლება გაიხსენე ბოლოს შენი კომუნიკაცია, რომელიც შედგა შენ პაციენტად და ცოტა ხანი იყავი მის როლში. მაპატიე რომ მე ექიმი არა ვარ და ზუსტ როგორ თქვა, ექიმის როლს ვერ შევასრულებ, მაგრამ ცოტა ხანი შევეცდები რომ მოგისმინო. ეს იყო მამაკაცი. არა, ეგრე ნუ მიყვები. იყავი ის მამაკაცი. მე ვარ ის კი, მამაკაცი. აი მელაპარაკე იმ მამაკაცის პირველ პირში. დაახლოებით ანუ დაახლოებით რომ მე მოვედი თქვენთან? კი, მე ვარ შენი ექიმი. ხო. მოკლედ სახის ასიმეტრიას ვუჩივი, აი ესენი მაქვს ჩავარდნილი. ძალიან გამხდარი გახლ ვერ ვივატებ წონაში რა და აი რამე არსებობს, რომ აი ეს შევასწოროთ რაღაც, ვიცი რომ კოსმეტოლოგები ასეთ რაღაცებს აკეთებს. რა შეიძლება რომ რაღაცა ცოტა აღვადგინონ, ეს სახე არა მაქვს, რასაც ანუ შეწუხებული ხარ თქვენი მდგომარეობით? ხო, ნუ აი ძალიან გამხდარი ვარ, ვერ ვიმატებ, მაგრამ ეს სახე ძალიან ჩამოვიდა. და ეს მომატება რას მოგცემდათ? სახე შეგავსებოდა და ადამიანს დავემსგავსებოდი რა. ადამიანს დაემსგავსებოდი და სახე შეგავსებოდათ, ეს რას მოგცემდა? რა ვიცი, მე მყავს საყვარელი ადამიანი, რომელთან ცოტა პრობლემები მაქვს, შვილი გყავს და რაღაცა ფიქრობ, რომ ცოტა ჩემი გარეგნობამაც ითამაშა აქ როლი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიყავით, რაღაცა მე შავმაკატამ გაირბინა ჩვენ შორის. ხო და ნელ-ნელა დავიწყე ხა თავის მოდა, ცოტა მოულელი დავდიოდი რა, კაროჩე. ანუ გულის იმისენით საუბრობ, ზუსტად, აბსოლუტურად ერთიერთში. ანუ გულის წვეტა გაქვთ, რომ საყვარელ ადამიანს დაშვდით? კი, მინდა რომ შევრიგდეთ და ნუ სხვა ქალაქში ცხოვრობს, ჩავდივარ ხოლმე და მინდა რომ შევრიგდეთ, მინდა რომ ჩავალ ხოლმე, თვეში ერთხელ ჩავდივარ ბავშვთან და მინდა რომ დამინახავს, მოვეწონო რა. ნახოს რომ თავსული და ახალგაზრდაა, ჩემზე 10 წლის უმცროსი გოგოა, სურათებსაც გაჩვენებთ, დაგებთ. განახებთ რა კაი გოგოა და რა ამ ზოგზე რომ ალაპარაკდით ისე გაიღიმეთ და ისეთი სიხარული არის თქვენ სახეზე, გიყვართ ეს გოგო? კი, ძალიან. და სიცხადე გჭირდებათ რა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ გოგოს გული მოიპოვოთ? მინდა რომ მოვწონდე რა ფიზიკურად, რომ ამანაც რაღაცა დააფიქროს, იმიტომ რომ კარგი ურთიერთობა ქონდა. ხო და რა მოხდა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ბოლოს რო ვიყავით ჩასული და თქვენთან სახე რო გავიწმინდე, წარბებით რო გამეკეთეთ, კომპლიმენტი მითხრა. ამას სიხარული მოგიტანათ? რა თქმა უნდა. სასიამოვნო იყო ამ კომპლიმენტის მიღება?
ნუ რაღაცა შანსი იყო, ჩემს შანსად ჩავთვალე. და გულისხმეთ, ეხლა რო ეს შანსი არა გაქვს. ხო, არის რაღაცა უსევდა. თემები, ვერ ავხსნი ამას, მაგრამ არის თემები, რაც არ მინდა რომ მოხდეს, ანუ ჩვენ თუ არ შევრიგდით, ეს ჩემი ყოფილი აპირებს ბავშვის წაყვანას უცხოეთში თავის დასთან. ეხლა უჩემოდ ვერ წაიყვას, მაგრამ არ მინდა რომ კონფლიქტი მინდა რომ დარჩეს. საერთოშვილია? კი. პატარა ერთი ეს მნიშვნელოვანია რომ თქვენ შვილთან გქონდეს ურთიერთობა და ახლოს იყოს. კი, მე ვგიჟდები ჩემ შვილზე თვეში ხან ორჯერ, სამჯერ დასავლეთში ცხოვრობს და სულ ჩავდივარ საჩხერეში. და ჩემგან როგორც ექიმიდან სიცხადე გჭირდება? რომელი ხართ? ერთი წუთი პაუზას გავაკეთებ. ჩაისვენებ, მოიცა? პაუზა გავაკეთებ, მოიცა. რას ვაკეთებ მე ხა? ემოციას იგებთ. რას ვაკეთებ ეხლა რომ მე მას მე-6-ე დონეს. შემდეგ დონეს. არა, ერთი წუთი. გავიგე, ტექნიკის დონეზე გავიგე. კი, ვცდილობ რომ ემპათია მივცე. მაგრამ სინამდვილეში რასთან ვაკავშირებ მას? საკუთარ ანუ ნიშნავენია რომ გავიგოთ. ის მელაპარაკება ეხლა ტრანზაქციულ ენაზე. ხო? ანუ ტრანზაქციულ ენაზე ჟღერს ესე. მე მინდა იმ გოგოს შეურიგდე, მყავს საერთო შვილი. და მეშინია რომ თუ არ შეურიგდე, შვილს ვერ მახავ. ხო? დაახლოებით ეგეთი რამე. მე ამ მეორე და მესამე სართულზე რომ ვეუბნები მას და რომ მიდასტურებს იმ მომენტში მე ვაკავშირებ მას იმ გზნობებთან, რომელთაც თვითონაც კავშირში არ არის. მიხვდით რა შეასაქმე? ანუ თვითონაც რო უსვავ კითხვებს, თუნდაც სიღრმესეულად თუ ვერ შევკავშირდა ამას, რაღაცა დონეზე მაინც მოკიდებს ხელს, რატო იშინია იმ ქალთან არ შერიგების? რომ მან საერთო ბავშვია, ხო? რომ შიში არის რომ იმ ბავშვს ვერ მახავს. ხო, მაგრამ სინამდვილეში ჩემთან, როგორც ექიმთან, მოვიდა რომ ფიზიკური ასპექტი მოაგვაროს. მაგას ეხა მოლოდინი არა აქვს, რომ მე ეხა ფსიქოთერაპიას ჩავუტარებ ამას. მაგრამ, როდესაც მე ვახებ მას ცოტა სიღრმესეულად, რის გამო არის მოსული, მაგას სულ სხვა გემო ექნება, როცა ჩემი კაბინეტიდან გავა. შეიძლება ვერც მიხვდეს რატო აქვს ეს გემო. შეიძლება ვერ შეაკავშიროს, მაგრამ რო გავა კაბინეტიდან. ეს სხვანაირი იქიმი ამას იფიქრე. თორე რა გაუკეთე ვერ მიხვდო. მიხვდით რა ვთქვი? ანუ თვითონ არ ფლობს ამ ტექნიკას, არ იცის, მაგრამ გემოს დონეზე გახსოვთ მე რა ვთქვი, რომ ადამიანები გრძნობენ, როცა მათ ეხებიან. ამას არ ჭირდება არც სოდნა, არც ინტელექტი და არც განათლება და არც არაფერი. მე მინდა უბრალოდ თქვენ დაინახოთ, რაში არის ლინკი, როგორ შეიძლება, ეხლა მე ხო ძალიან ჩაძიებით არ უსმენ ემპათიაში. უბრალოდ ერთ-ორ ემოციას უბრუნებ. ანუ ეს არ არის ახლა მე რო ემპათიურ სესიას უკეთებ ადამიანს, ძალიან ღრმად შევდივარ. აქ სპეციალურად არ შევდივარ, ხო. ანუ არ შევდივარ სპეციალურად ღრმად, რომ იმ ტრანზაქციული ველიდან არ გამომყავს. უბრალოდ ლაითად უბრუნებ რა გავიგონე. მომყვებით? ოკეი, გავარძო. საჭიროებით. არა უშ, საიდანაც გინდა გავარძო. მოკლედ, რავით, საჩხერეში დავით. შემდეგ სეანსი ვიტყვი. კი ბატონო. შემდეგი სეანსი ჩვენ გავაკეთეთ ფილერები, რა თქმა უნდა, მაგრამ ორ ეტაპად მოიცა ვინ ხარ, ქალი ხარ, კაცი ხარ, რა ხარ? ანუ რო ცნობისათვის. არა, პაციენტი. ხო, შემდეგი იგივე პაციენტია თუ სხვა არის? არა, იცი წუთი, მე ამას ვეკითხები, რომ დავაზუსტო. იგივე პაციენტი ხარ თუ არა? ანუ იგივე პაციენტი ვარ, ხო? იგივე პაციენტი. ხო. შემდეგი სეანსია. რაღაც პროცედურები გაკეთდა და რატო არის ეს სეანსები მნიშვნელოვანი შენთვის ამ პაციენტ?
ეს პაციენტი რატო გაგახსენდა ეს ტრანსფორმაციას განიცდის ჩემს თვალწინ პირდაპირ აი ამ სიტყვის გაგებით. ყოველ მოსვლაზე თუ კი რამე ისიც ვაკეთებთ, რაც ინექციურ კოსმეტოლოგიას ეხება, ხო უფრო მნიშვნელოვნად ემჩნევა ადამიანს და უფრო და უფრო ეს ადამიანი ცოცხალი, რაღაცა გამოცოცხლებული, გასიმპათიურებული, რა თქმა უნდა, მოდის და ბოლოს სიასზე უკვე ვიგებ, რომ უკვე შერიგებაზეა საუბარი და ესეთი რა ძალიან შეიცვალა მართლა. შენ ეს შეგი ხო? ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ თითქოს ადამიანი, რომელმაც გამიზიარა თავისი ძალიან პირადი ინტიმური საკითხის პრობლემები და მე მასში შევედი და ამაში მონაწილეობა რომ მივიღე, აი ხალხს მაჟრიალებს სიამოვნებისგან ძალიან გასასიამოვნო იყო. გიამაყება? კი, მე ამაყება რა თქმა უნდა. გიამაყება, გსიამოვნებს ძალიან. თუ შენთვის ზვირფასი არის, რომ შენი პაციენტი ასეთ პირად რაღაცას გიწიარებს? ყველა შემთხვევაში ესეა. ყველა პაციენტთან თუ ის მოისურვებს, რომ გამიზიაროს რაღაც, მე მიხარია მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს სასიკეთო იქნება ყველა ვარიანტში. ანუ შენ გიხარია ის წვლილი, რომელიც შეგაქვს მისას. დაწვლილით შემაქვს ეს პედიერებას მანიჭებს. ეხლა რას გზნობ, მოსმენივად გზნობ თავს, როცა გეუბარგები? რამდენ მოსმენივად გზნობ თავს ეხლა? მოსმენილად? ძალიან შვენივრად. ეგ იყო აი დემონსტრაცია. მოსმენილი. ეგ იყო დემონსტრაცია. მადლობა. მადლობა გამბედაობისთვის. მეგობრებო, მოდით მინდა მაინც დაგიტოვოთ, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ ვიმეგობროთ როგორც კომპანიას, როგორც პირადად თქვენ მოხვიდეთ ჩემთან, ესე ჩემი ტრანსფორმაციული კურსის QR კოდი. უბრალოდ გქონდეთ, თუ ოდესმე მოგინდათ ჩემთან მუშაობა, შეგიძლია მოხვიდეთ გადატვირთვაზე, ან კონკრეტულად მაგალითად მოსმენის ტექნიკები, ტექნიკა არ არის, ეს თქვა ტექნიკას არ ვიზახი, ეს არის უნარების განვითარება. მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა იცოდეთ. და მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ადამიანები ლიდერობასაც რო ვასწავლიდი, წლები ვასწავლიდი ლიდერობას. და ვამბობდი, რომ ლიდერობაში თავარი უნარი არის კომუნიკაცია. აი მაგალითად გეტყვით, ლიდერს აქვს ხედვა. რაღაცა ხედვასაც აიყვანოს თავის კომპანია. ამ ხედვის კომუნიკაცია თუ არ შეუძლია, ხალხის ჩართულობა თავის ხედვაში თუ არ შეუძლია, იქ ის უნარია, ან თუ ხალხი გარშემო შენი ხედვით ჩართო ადამიანები შენ ხედვაში, იქ არის ლიდერობა. და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, ბოზადი ხარ, წად გააკეთე ხარ რასაც გეუბნებით, და მორჩა იქ ლიდერობა. დაიწყო მენეჯმენტი. ხო? ამიტომ კომუნიკაცია არის თავარი უნარი ადამიანის, იმიტომ ჩვენ სოციალურ კონტექსტში ვცხოვრობთ, სოციალურ კონტექსტში შეუძლებელია კომუნიკაციის გარეშე ყოფნა, იმიტომ რომ რა საქმიანობას მე ვერ გასწავლით, მაგალითად, უკეთესი, არ ვიცი, მე მასალა როგორ იყიდო თქვენი საქმიანობის გონზე, არა ვარ ეგ მასალა რა არის. მე ამის სპეციალისტი არა ვარ. მაგრამ მე ისი სპეციალისტიც ვარ, ის უნივერსალურია. მაგიტომაც ქვია უნარები უნივერსალური, იმიტომ რომ კომუნიკაციის უნარი უნივერსალურია, გინდა ექიმი იყავი და გიმძღოლი. სწავლებ თორე კომუნიკაცია როგორც საკრავი და ნებისმიერ სპეციალობა უნდა იცნობდეს თორე ნახეთ, მან მივდივარ იცით როგორ დაშვებამდე? ორი ყური რომ აქვს, რომ აბია და სმენა რომ გამჯერა რომ მოსმენა ვიცი. ადამიანებს ჯერათ რომ კომუნიკაცია იციან და სასწავლი არ აქვთ. აი დაჯერება არის. მაგრამ კომუნიკაცია, საკმარისია რომ თქვენ კომუნიკაცია შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, მათ შორის საკუთარ თავთან. მე არ ვლაპარაკობ სხვებთან. მათ შორის საკუთარ თავ, მე როგორ ველაპარაკები ჩემ თავს. რანაირად ვთხოვ,
რანაირად ანგარიშვალდებულებას ვაკეთებ ჩემ თავთან, რანაირად ვაკეთებ, აი ეს სulis რადიკალურად ჩემი ცხოვრების ხარისხს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესე იყო. არა, მაგრამ კომუნიკაციაში 70% არის მოსმენა. არის თვით გამოხატვაც, ანუ მოსმენა თვით გამოხატვა, ეგ როგორ არის? ძალიან გავს ტანგოს. ხო? შეიძლება უკაცრავად. ხო. მოდით ეხა ისა რა ქვია, დავაჯამოთ და პატარა კითხვა-პასუხი სესია გავაკეთოთ და დავიშალოთ. კარგით? ანუ საუბრის წაყვანის ტექნიკაც ხო კომუნიკაციაში შედის და კი. მოსმენაც მათ შორის რა თქმა უნდა. არა, სწორი კითხვა იყო, რატომ არ შეიძლება რომ თუნდაც საგნად იყოს ზოგიერთ მე არ ვამბობ რომ არ შეიძლება, მე უბრალოდ ვამბობ რომ არა, რატომ არ მიიღებენ ამას? რატომ მიიღებენ სკეპტიკურად? ხო, იმიტომ რომ ჯერა რომ ვიცით. ესე ხო ისწავლება ზოგიერთ ფაკულტეტებზე მარკეტინგულ რაღაც. კი, 10 ხრიტი როგორ მოიპოვო ხელშეკრულება. აი ეს ისწავლება, ანუ ბაზარზე იყიდება 4 ტერმინი როგორ დაარწმუნო შენი პარტნიორი უკეთეს ცხოვრებისთვის. манипуляციას, კონტროლს ასწავლიან ადამიანებს კომუნიკაციის მეშვეობით. ლაიფჰაკები. ლაიფჰაკი. მეგობრებო, QR კოდი განახლდა და შეგიძლიათ რომ გადავუღოთ, იმიტომ რომ ბოდიში წინა QR კოდს ქონდა პრობლემა. ედილი, რამოდენიმე კითხვა და დავასრულოთ. დროში სად ვართ? კარგად ხარ დროში. ერთი შეკითხვა მქონდა. აი ეს ნასწავლი, აი მოსმენა თითქოს აი ეს NLP-ს გამოყენება საუბრის დროს რაღაც ცოტა манипуляციას ხო არ გავს? ანუ ეს ემპათია ხო არ არის? თითქოს ნასწავლი ემპათიაში შევდივართ და შეიძლება ძირითადი ემპათია დავკარგოთ ამ დროს. ძალიან კაი კითხვაა. შეიძლება გახდეს манипуляტიური და ეს გააჩნია განზრახვას. მე შემიძლია ვისწავლო ნებისმიერი ტექნიკა იმისათვის რომ манипуლირო შენით. გინდა NLP ვისწავლო, გინდა ემპათია ვისწავლო და კიდე 1000 უბედურება. მაგრამ შეიძლება მქონდა რითი განსხვავდება манипуляცია არა манипуляციისგან, განსხვავდება ცნობიერებით. ანუ მე თუ წავედი იმისათვის რომ მაინც რაღაცა მივიღო შენგან და რაღაცა ტექნიკები დავამუღამე რომ მაინც გამოგწურო, შეიძლება იყოს манипуляციის წყარო. მაგრამ მე შემიძლია გულწრფელად უსმინო ადამიანს, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს და მიყვარდეს ადამიანი და საბოლოო ჯამში ეს არის წმინდა განზრახვის საკითხი. ტექნიკის საკითხი არ არის, განზრახვის არის. და განზრახვა კავშირში არის ცნობიერებასთან. ანუ მე თუ ვარ ქვედა დონეზე ცნობიერების, ანუ გულისხმობ რავი ცნობიერება, სადაც არის ანტიკრიზისული ცნობიერება, манипуляციური კონტროლისზე დაფუძნებული ცნობიერება, მე შემიძლია ემპათია ვისწავლო, რომ უკეთესად манипуляცია ვაკეთო. თეორიულად შესაძლებელი. არავინ არ არის მაგისგან დაზღვეული. კიდე კითხვა. ესეთი შეკითხვა. პაციენტი უმეტესად მოდის ჯერ ნდობის არარსებობით, რა თქმა უნდა, მოვიდა კი, შეიძლება შეუკეს თქვენი თავი და მოვიდა თქვენთან, მაგრამ მაინც ახლა ნდობა, სრული ნდობა, რა თქმა უნდა, არ იქნება. არის თუ არა გამართლებული, რომ ჩვენ რაღაცა გარკვეული ტექნიკის კომუნიკაციით, манипуляციით მოვიპოვოთ ნამდვილი ნდობა, ანუ იმ სრულ ნდობას არ გულისხმობ. ჩვენ ხვდებით, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პაციენტს, მაგრამ ჩვენ როგორ მივიტანოთ ეს, ისე რომ მან არ ჩათვალოს გადაჭარბებულ რეკლამად ჩვენსგან. ისე ვიმეორებ. მეგობრებო, ადამიანი არის ადამიანი. და ყველა ადამიანს საბოლოო ჯამში ჭირდება ერთი და იგივე, მერც მომეთ. იმიტომ რომ, მოდი ავსდი, რატო გჭირდება ერთი და იგივე? იმიტომ რომ ყველანი გავიზარდეთ მოსმენის დანახვის, გათვალისწინების და დაფასების დეფიციტში. ყველა ვართ ეგრე გაზრდილები. ამიტომ საკმარისია ადამიანს ეს მისცე რამე დონეზე. შანსი არ ვარ დაგიფასოს. შეიძლება ვერ თქვას რას გიფასებს. მაგრამ გუმანით ხვდება, ანუ თავის შიგნების დონეზე ხვდება. ამიტომ ისე ვიმეორებ, მე ხო არ გთავაზობთ რომ თქვენ აიღოთ და ეხლა თქვენი საიქიმო სესია გადააქციოთ თერაპიულ სესიად. მაგას ხო არ გეუბნებით.
მაგრამ ოდნავ აწყო მომენტში რომ ადამიანს მეტი გულისყურით მოусმინოთ, ეგ შეცვლის თქვენს დამოკიდებულებასაც და ისიც იგრძნობს და ძალიან დიდ კონკურენტულ უპირატესობას მოგცემთ. ანუ ეს მთავარი რიცხვი. კი ბატონო. ოკეი. კიდე კითხვა? მოსმენასთან დაკავშირებით, რადგან ცოტათი სენსიტიურიც და რთულად გასაგები საკითხია. მაინც ვითომ მგონია ჩვენ სულ რომ უსმენთ და ასე შემდეგ. და რატო მე ჩემს აზრს ვიტყვი და თქვენი აზრი მაინტერესებს მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მანიპულაციას რო შეეხნენ. მე ესე ვფიქრობ და ცოტათი რთული გასააზრებელია, მაგრამ აი რომ გავიაზროთ, რომ ჩვენ ჩაკდა მიკროფონი? ხო, აი ისო. ჩვენ რომ ვუსმენთ და როცა არ გვისმენენ, აი ჩვენ შეგრძნება ხო, ბევრჯერ გქონია რომ ჩვენ არ გვისმენენ, ანუ მაქედან რომ გამოვიდეთ. აი კარგად რო დავფიქრდეთ, ოღონ ჩვენ თავებთან ძნელი ასაღიარებელი შეიძლება იყოს, რომ რო არ გვისმენენ, იქნებ ჩვენ არ ვუსმენთ. კი გვგონია რომ უსმენთ, მაგრამ აი რო ანუ ეს რაღაცნაირად ეგრე არ გვიბრუნდება მარტო იმიტომ რომ აი გვგონია რომ ვუსმენთ და სინამდვილეში არ ვუსმენთ. ანუ ისე რომ მოვუსმინოთ, რომ ჯერ ერთი მაგის მოლოდინი რო არ გქონდეს და ეგრე მოგვისმენენ სხვები. ასე რომ ვიფიქროთ. იმიტომ რომ მე ანუ ამის გააზრება რაში გამოიყენება მე ეს სულ ერთია. ანუ რაღაცნაირად ხო არ გვეხმარება მე ამის გააზრება ტვინში რომ ანგარება კი არა აი დავარქვა მაგალითად ბიზნეს ურთიერთობებში მოსმენა რაღაცნაირი ვალუტადაც იქცა. ანუ მეორე მხარეს რო გიზის ბიზნეს მოლაპარაკებაზე ადამიანი, ის რომ მოგისმენს, იმიტომ რომ შემთქვათ აი რაღაცა ბევრი არგუმენტი გაქვს და იბარე რაღაცაზე და ბევრი რაღაცას ესაუბრები, ის რომ გისმენს რაღაცნაირი მეში გაგდებს, რომ აი ეხა მე ბევრი ხანი გისმინე, ამიტომ ჩემი აზრი უნდა მოისმინო და არა უნდა გითხრა. ხო აი რაღაცა ვალუტად ვაქციეთ ადამიანებმა, არა და პირად ურთიერთობებში, აი მართლა რომ ისე ვუსმინოთ, რომ მოლოდინი მაგის კი არ ვქონდეს, რომ აი ხა მე შენ მოგისმინე და მე არას გეტყვი, ან რა მნიშვნელობა აქვს, ხო? აი ეგ რაღაცა იქნება აღარ გაჩენილიყო, აი თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან მარტივად, მეგობრებო, ჩემი მასწავლებელი იუნგი ამბობდა ძალიან კარგ რაღაცას, რომ ყველაფერს ასას ვხედავ სხვებში, რაღაცა ფორმით მეხება მე. ამიტომ მეგობრებო, მოდით მარტივად. მოსმენა, მე მინდოდა სამი მთავარი მესიჯი მომეტანა, გარდა იმისა მარკეტინგი რანაირი არის, მაინც ამდენი ხანია მარკეტინგი ვაკეთე და არ შემეძლო რომ თქვენამდე არ მომეტანა, რანაირ სამყაროში ცხოვრობ და რანაირი შესაძლებლობა არსებობს დღეს სამყაროში რომ იგიც დაგენახათ, თუნდაც კონტენტის კრეატორობით, თუნდაც რეკომენდაციები როგორ დისტრიბუცია, ანუ რომ პაციენტის მედია არის დღეს, რომ კარგად დაინახოთ რა სამყარო არის. მაგრამ სამი რაღაცა არის რა, პირველი ყველა პაციენტს იღდება მოსმენა. მეორე, ოდნავ ეს მოსმენა რომ გაუმჯობესოთ, ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობა გექნება თქვენ. და მესამე, რომ ეს ყველაფერი არის სწავლადი. ჩემგან ისწავლით, სხვისგან ისწავლით, ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, მე ხო სანამ ვერ გავიგებდი რომ ფრანგული არ ვიცი, ფრანგულს ხო არ ვისწავლიდი. ეგება დაფიქრდეთ რომ მოსმენა არის ით მთლად და ისწავლოთ ეს უკეთესი მოსმენა. როგორც თავის დროზე წავედი მე და მე ვისწავლე, ხო? მე ხო მომეწია აღიარება რომ არაფერი არ მესმის მოსმენაში. მე საერთოდ პირველად მახსოვს საჭიროებების და ემოციების სია პირველად რომ დავიჭირე ხელში. სიტყვები გაგების დონეზე მესმოდა დაახლოებით რაღაც სიტყვები რაც ეწერა. მაგრამ შეგრძნების დონეზე არ მესმოდა საერთოდ და რაღაცა მომენტში მომიდა. იცით როგორ შეგრძნება მოვიდა? რო ვარ ყორო და მუნჯი. და რომ გონია რომ ვლაპარაკობ. სინამდვილეში ვერ ვლაპარაკობ. და რომ გონია რომ უსმენ, სინამდვილეში ვერ უსმენ. აი შეგრძნებები მოვიდა. და მან გადავწყვიტე რომ ყველაფერი ვისწავლე რაც მინდოდა ცხოვრებაში და ამას რატო არ ვისწავლე? თუ მე შემიძლია ეს ვისწავლო, რატო არ ვისწავლო? საბოლოო ჯამში. აი ამის გაზიარება მინდოდა და დიდი მადლობა ყველას.